ხმელთაშუა ზღვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეოგრაფიული ობიექტია. ხალხს უნდა იქ ცხოვრება, გართობა, დასვენება და ასე შემდეგ. რეგიონს თავისი კვების რაციონიც კი აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს ეს ზღვა ძალიან კარგ ასოციაციებს იწვევს. ამის მიუხედავად, მან დღემდე ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და სამყაროსაც ძალიან ბევრი რაღაცის გადატანა მოუწია ამ ზღვის გამო. სწორედ რომ ხმელთაშუა ზღვაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული მოვლენა ისტორიაში, რომლის ანალოგის თითქმის საერთოდ არ მოგვეძებნება. საუბარია მეცნიერულად დოკუმენტირებულ ისტორიაში ყველაზე დიდ წყალდიდობაზე. ეს მოვლენა იმდენად დიდი იყო, რომ სამუდამოდ შეცვალა არა მარტო რეგიონი, არამედ მაშინ ცხოვრობდი ცოცხალი ორგანიზმებიც. მან მათ განვითარებაზეც გავლენა მოახდინა. ამ დატბორვას მეცნიერულ ენაზე ზანკლიანური წარღვნა ეწოდება. იქიდან გამომდინარე, რომ ის მოხდა პლიოცინის ეპოქის ზანკლიანურ ეტაპზე. ცნობისთვის კლიმატი ამ პერიოდში დღევანდელთან შედარებით უფრო თბილი და ტენიანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის გამოწვევაში ამასაც დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ სანამ თვითონ წყალდიდობაზე გადავალთ, ერთივე რაღაცის განხილვა აუცილებლად მოგვიწევს. პირველ რიგში მოდით განვიხილოთ რა ხდებოდა ამ წყალდიდობამდე და ეს წყალდიდობის პოლარული საპირისპიროა. ერთ დროს ამ რეგიონში სერიოზული გვალვა იყო. მაგალითად, დღეს სიტყვაზე იტალიიდან მოროკომდე თუ მინდა წასვლა თვითმფრინავის გარეშე მოგიწევს, რომ გემზე დაჯდე. თუმცა დაახლოებით 6.5 მილიონი წლის წინ ეს მიდგომა საერთოდ არ გამოგადგებოდა. გემით უბრალოდ ვერაფერს ვერ გახდებოდით და გაიჭედებოდით. რადგან გინ დაიჯერეთ, გინდა რა, ხმელთაშუა ზღვას ამ პერიოდში ცოტა ინდენტობის კრიზისი ჰქონდა, რომელსაც მეცნიერები დღეს მესინიურ მარილიანობის კრიზისს უწოდებენ. რამდენიმე ათეული წლის წინ ექსპერტებმა გამოკვლევისას ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ძალიან უცნაური რამ აღმოაჩინეს. საუბარია ზღვის ფსკერზე აბსოლუტურ უსტულში ნალექზე. აქ აღმოაჩინეს აორთქლებული მინერალების კვალი. ალბათ მიხვდებოდით, რომ ზღვის სიღრმეში ეს ძალიან უცნაურია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვა 5100 მეტრამდე ჩადის. ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამ ყველაფრიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის ის, რომ ერთ დროს ეს ადგილი დამშრალი იყო. მაგრამ როგორ ხდება ისე, რომ სოფლიოში უდიდეს შენობებზე მაღალი წყლები ასე უბრალოდ შრება, მით უმეტეს ამხელა ფართობზე. ამ ყველაფერში ერთ-ერთი დამნაშავედ ითვლება გიბრალტარის სრუტე. თუ არ იცოდით, ეს არის ვიწრო გასასვლელი, რომელიც ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს. ასევე გამოყოფს ევროპას აფრიკისგან. გიბრალტარის გასასვლელი სრუტის პირობაზე საკმაოდ ღრმაა. ის დაახლოებით 900 მეტრამდე აღწევს. რაც ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის წყლის ცირკულირების საშუალებას იძლევა. სიღრმის მიუხედავად, სრუტე საკმაოდ ვიწროა. მისი ყველაზე ვიწრო ნაწილი დაახლოებით 14 კილომეტრით აშორებს ევროპასა და აფრიკას. მეტნაკლებად სწორედ ეს აღმოჩნდა გიბრალტარის სისუსტე. დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ სრუტე ფაქტიურად დაიხურა, თუმცა რეალურ მიზეზში დარწმუნებულები არ ვართ. ნავარაუდებია, რომ ტექტონიკური ფილების აქტივობიდან კლიმატის ცვლილება მიუყვანა მაგ შედეგამდე. და რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია, კატასტროფული იყო ხმელთაშუა ზღვისთვის. ამ შედეგებს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ზღვა შედარებით თბილ ადგილს იყო. ამიტომ გიბრალტარის დახურვისთანავე ტერიტორიის სრული ამოშრობა დაიწყო. ზღვა წყალს ძალიან მალე კარგავდა. ხმელთაშუა ზღვა კარგავდა 29-ჯერ უფრო მეტ წყალს ყოველ წელს, ვიდრე დღეს არის მკვდარ ზღვაში. და სრულიად შესაძლებელი იყო, რომ სულ რაღაც 1 მილიონიაში ან 1000 წელში ეს აუზი მთლიანად დაცარიელებულიყო. რაც რეალურად დიდი ალბათობით ძალიან უცნაური სანახავი იქნებოდა, თუმცა დღეს პირდაპირ ექვივალენტი არ გვაქვს ამის შესაბამისად ზუსტად არ ვიცით რა და როგორ იქნებოდა ამ მიზებზე. ცოტა აპოკალიფტური შესახედავი რო იქნება ფაქტია. ყურადღება იმაზეც უნდა გავამახვილოთ, რომ ხმელთაშუა ზღვის ბინადრებისთვის ეს პროცესი სახალისო ნამდვილად არ ყოფილა. ბილად რო ვთქვათ, მათ საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა. რეალურად ეს მასობრივი გადაშენების შედარებით მივიწყებული შემთხვევაა, ოღონდ კონტინენტური მასშტაბით. მეცაც გეტყვით, ზოგი კვლევის მიხედვით ეს ყველაზე დიდი გადაშენების გამომწვევი რაღაც იყო ასტეროიდის მერე, რომელსაც დინოზავრები გადააშენა. ამ პერიოდში რთული იყო იმ ცხოველების ყოფა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაზე იყვნენ დამოკიდებულნი. იქიდან გამომდინარე, რომ იმდროინდელი ეკოსისტემის 90%-მდე გადაშენდა და გაქრა, ასეთი არსებების გადარჩენის შანსი პესიმისტურად ცოტა იყო. ხმელთაშუა ზღვაში მარჯნის რიფებიც კი განადგურდნენ ძუძუმწოვრებზე და თევზებზე, რომ არაფერი უთქვათ. მათ სანაპიროს ბინადარი ცხოველებიც მიყვნენ. იქ, სადაც ერთ დროს წყლის გარდა არაფერი იყო, ახლა შეხვდებით დაუმთავრებელ მარილიან უდაბნოს, რომელიც მთებით იყო დაფარული. ეს აღწერა ჩვენს დედამიწაზე მეტად რომელიღაც უცხო პლანეტის ზედაპირს უფრო წააგავს. სხვათა შორის ასეთ ზედაპირზე პირობებიც არაამქვეყნიური იქნებოდა. ასეთი ტოპოგრაფია საკმაოდ არასტანდარტულ ამინს გამოიწვევდა. კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ ზედაპირის ყველაზე ღრმა და დაბალ ნაწილში იმ ფენომენის გამო, რომელსაც ადიაბატურ დათვას ეძახიან, იქნებოდა ძალიან ცხელი კლიმატი. კვლევების მიხედვით ზაფხულში ფსკერზე ტემპერატურა დაახლოებით 80 გრადუს ცელსიუსს ჩვეულებრივად მიაღწევდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი ნორმალური ფეხსაცმლის ძირით დაადნოს და ასევე შეგვწვას ცოცხლად. აქ მხოლოდ მიკრობები თუ გადარჩებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც ვარაუდით შეიძლება, დანამდვილებით ვიცით, რომ ის წყალი, ის ცოტა წყალი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილი იყო ფსკერზე, დაახლოებით 35 გრადუსზე იყო გაჩერებული. მიწისგან განსხვავებით ამაზე მაგრად აღარ თვებოდა.
ალბათ აქამდე ყველა მიხვდებოდით, რომ ეს სამყოფად სასურველი ადგილი ნამდვილად არ იყო. და თუ ასე იფიქრეთ, ჯერ სათხარ. ჯერ ას გვილაპარაკია იმ საშინელ ქვიშის ქარიშხლებზე, რომელიც ამ ტერიტორიებზე იქნებოდა. ქვიშის გარდა წამოიღებდა მარილს და სხვა ნაწილაკებსაც. ზღვის დონიდან რაც უფრო დაბლა ჩავიდოდით, მით უფრო სასტიკი გახდებოდა ეს ქარიშხლები. ქარიშხლების სიხშირე კი, რა თქმა უნდა, ჰაერის კონსისტენციასაც შეცვლილა და სუნთქვა საკმაოდ რთულს გახდიდა. მეტიც შეიძლება უბრალოდ ჩასუნთქვის ცდელობის გამო მომუტარიყავით. როგორც უკვე ფართოდ განვიხილეთ, ამ კრიზისმა საკმაოდ ბევრი ჯიშის გადაშენება გამოიწვია. თუმცა ახის მაყურებლებმა ისიც იცით, რომ ბუნებაში გადაშენებული სახეობების ადგილს რაღაც ახალი ავსებს. სწორედ ეს კრიზისის რაღაც ახლის დასაწყისი აღმოჩნდა დღევანდელი ცხოველებისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ყოფილი ზღვის ტერიტორია გადალახა და ევროპიდან ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდა. ჰიპოპოტამები, სპილოები, ჩლიქოსნები, მღნელები და ჟირაფისნაირები ამ სიის არასრული ჩამონათვალი გახლავთ. სწორედ მათ გადალახეს ზემოთხსენებული ყოფილი ზღვის ტერიტორია. რამაც რეალურად გამოიწვია ის, რომ კონკრეტულმა ჯიშებმა დაიკავეს ის ადგილები და ტერიტორიები, რომლებსაც სხვანაირად ვერანაირად ვერ მიაღწევდნენ. და ზოგი მეცნიერის აზრით, რაღაც ეტაპზე ცხოველებმა თვითონ იმ ყოფილი ზღვის ტერიტორიაზეც დაიწყეს ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილებში, რომლებშიც შედარებით უკეთესი პირობები იყო და მდინარეების ასე თუ ისე ჩაედინებოდა. მათ შორის იყო ნილოსის და ამ წყლების ჩადინებამ დროთა განმავლობაში ძველი ზღვის აუზში გამოიწვია მარილიანი რაღაც ტბორის დადგომა. დღევანდელ კასპიის ზღვას შეიძლება შევადაროთ. ამ ყველაფერმა ცოტათი სიცოცხლის მოშენება ისევ გამოიწვია, თუმცა მარტო ეს მდინარეები ვერ გააავსებდნენ ამ უზარმაზარ აუზს, რომელიც კასპიის ზღვამ დატოვა. ამ ყველაფერმა მდინარეების დინება ზღვის დონიდან ძალიან დაწია. მაგალითად, ამ ყველაფერმა მდინარე ნილოს საიძულო უზარმაზარი კანიონები შეექმნა. სიტყვაზე დღევანდელი ეგვიპტის, კონკრეტულად კი ასვანის ტერიტორიაზე მდინარე მიწისქვეშ 200 მეტრით იქნებოდა ჩაფლული. და ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კი საერთოდ აღმოაჩინეს კანიონი, რომელიც გვეუბნება, რომ იქ ბევრად უარესად იყო სიტუაცია. ნილოსი შექმნილი კანიონი ზედაპირიდან 2500 მეტრის სიღრმეზე უნდა ყოფილიყო. ეს დაახლოებით ამერიკის დიდი კანიონის ციფრებია. შევიცადე, რომ კარგად აგვიხსნა რამხელა ცვლილებებთან და ანომალიებთან ჰქონდა საქმე და ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი ეკოსისტემაზე საშინლად იმოქმედებდა. იმის მიუხედავად, რომ ამ დროს რეგიონში წყლის სასტიკი ნაკლებობა იყო, არც ერთ ცხოველს და ფრინველს მაინც არ ურჩევდი წყალთან ახლოს მისვლას, რადგან მალე სიტუაცია 360 გრადუსით შემოტრიალდება. 5.33 წლის წინ ჩვენთვის კიდევ ერთი უცნობი მიზეზის იხსნება ისევ გიბრალტარის სრუტე. ატლანტის ოკეანე ისევ უერთდება ხმელთაშუა ზღვის აუზს. და რაც შემდგომ ხდება, უბრალოდ ფიზიკაა, თუმცა ფიზიკა ზოგჯერ სასწაული გადასწრებების გამოწვევად შეუძლია. დღევანდელი თეორიით მოხდა სრუტესთან არსებული მიწების ნელ-ნელა ეროზირება. მიწის კიდეები წყალმა დაშალა და დროთა განმავლობაში გიბრალტარის ციხე მასიურად გაიხსნა. წყალმა ატლანტის ოკეანიდან დაიწყო ჩადინება ხმელთაშუა ზღვის აუზში. ექსპერტების აზრით, ამ პირველ დინებას სასწაული რაოდენობის წყალიც არ წამოუღია, თუმცა დინება იყო ძალიან თანმიმდევრული და საერთოდ არ ჩერდებოდა. სწორედ ეს დინება გახდა პირველი ნაბიჯი იმაში, რასაც ჩვენ ძანკლიანურ წარმოქმნას ვეძახით. ეს მოვლენა რეალობაში რომ გენახათ, ალბათ თქვენს ყველანაირ წარმოდგენის ფარგლებს გაცდებოდა. თავი ალბათ კოშმარში გეგონებოდათ და ამას ტყუილად არ ვამბობ. ექსპერტების მოსაზრებით დინება მომხეთქა 1000 მეტრზე და ამ 1000 მეტრზე მაქსიმალურად წყლის გადმოდინება მიაღწია არანორმალურ ნიშნულს. და ეს არის 100 მილიონი კუბური მეტრი და რაც ყველაზე დიდი სიგიჟეა, ეს არის ერთ წამში მარტო. მისმის რომ ჩვენთვის ამ მასშტაბების წარმოდგენა შეუძლებელიც კი, ამიტომ მოდით ცოტა გავამარტივოთ. წარმოვიდგინეთ წყლის ის რაოდენობა, რასაც ნიაგარას ჩანჩქერი გადაისვრის წამში და ეს გამრავლეთ 33000-ზე. შეგვიძლია შევაჯამოთ იაპონური ცუნამის დროს ყველა მდინარის გადმოდენილი წყალი და ეს კიდევ 8000-ჯერ ნაკლებია ჩვენ ზანკლიანურ დატბორვაზე. კიდევ ერთი მაგალითისთვის 1000 ამაზონის მდინარეა საჭირო, რომ უბრალოდ ახლოს მივიდეთ ამ წარღვნის მიერ გადასროლილი წყლის რაოდენობასთან. არ ამგონია ვინმეს გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ ამ წყლის მასას გზაში ვერაფერი და ვერავინ ვერ გადაურჩებოდა. დიდი რაოდენობით მიწას და საერთოდ ყველა შემთხვევით მატერიალს თან გაიყოლებდა. ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ ამ უზარმაზარი ტალღისგან გაქცევასაც არ ჰქონდა აზრი. მასთან უბრალოდ არაფერს ჰქონდა შანსი. ექსპერტების მიახლოებული ვარაუდით, ეს უზარმაზარი წყლის მასა 40 მეტრ-წამის სიჩქარით მოძრაობდა. წარმოიდგინეთ, ანუ ერთ წამში დაახლოებით 40 მეტრს ფარავდა. ასეთ სიტუაციაში პრობლემა მხოლოდ წყლის შემოდინება როდი იყო. დინება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მიწაც კი მოგლიჯა. ამან რა თქმა უნდა სეიზმური აქტივობების გამოიწვია, რასაც ბუნებრივია მოყვა აურაცხელი რაოდენობით მიწისძვრა და მეწყერი. ამ მიწისძვრებმა ცალკე თავისი ცუნამები გამოიწვიეს და წავიდა დომინოს კოჭების ეფექტი. ერთმა მოვლენამ მეორე გამოიწვია და კატასტროფა კატასტროფაზე ხდებოდა. ზანკლიანური დატბორვა, ეგრეთ წოდებული წარღვნის ფონზე ძალიან დიდი იყო. თავისი წინამორბედების უმეტესობას 4-ჯერ ან მეტჯერ აღემატებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თუ მაინც გაიკვირდებათ, ცოტა ნაკლებად მაინც უნდა გაიკვირდეთ ის ფაქტი, რომ 10 წელში მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი გაივსო. შეიხსენებთ ეს იმის ფონზე, რომ დაცარიელებას 1000 წელი დაჭირდა. რეალურად ზანკლიანურ დატბორვაზე ერთი საინტერესო რამაა. ამ მოვლენის მასშტაბის მიუხედავად ის თითქოს თელმა სამყარომ ვერ იგრძნო.
მაგრამ მაინც არის თეორია, რომლის მიხედვითაც მას შეიძლებოდა მთელ სამყაროზე ქონოდა შედეგები. ჩემი აზრით, ეგ სავსების ლოგიკურიცაა. სამყაროური კატასტროფის იმ ასპექტზე, რაზეც ახლა ვისაუბრებ, ცოტა დავაა ჩამოყალიბებული მეცნიერებს შორის. ზოგადად ასეთ მასშტაბურ მოვლენებს დედამიწაზე კლიმატის ცვლილება სჩვევიათ. ამის შვენიერი მაგალითია ტბა აგაზისი. ეს იყო მასიური მყინვარული ტბა, რომელიც პლეისტოცენის ეპოქაში ჩრდილოეთ ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობდა. მისი არსებობის მანძილზე ის რეალურად იკვებებოდა ერთ-ერთი უზარმაზარი ყინულის ფენით, რომელიც იმ დროს დებოდა. და ეს ტბა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით ყველა დიდი ტბა იმ ტერიტორიაზე რომ შევაერთოთ მაგ ხელა. მაგრამ რეალურად ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ტბამ მალევე შეწყვიტა არსებობა და დატოვა რამდენიმე სხვადასხვა ტბა. მაგრამ ამ ტბის მარაგი არ გამქრალა, ის რეალურად ოკეანეში წავიდა. და წარმოიდგინეთ, ეს მარაგი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ზღვის დონემ 3 მეტრით აიძია. ამ ყველა წინაპირობამ ერთად გამოიწვია ის, რომ 1000 წელი ანომალიურად ცივი იყო პლანეტა. რაც ძალიან ბევრს ამბობს იმის პირობაზე, რომ ეს ყველაფერი ისედაც დიდი გამყინვარების დროს მოხდა. Ანგლიანური წყალდიდობისას კი ისეთი რაოდენობის წყალი შევიდა რეალურად ხმელთაშუა ზღვის აუზში, რომ დიდი ალბათობით კლიმატის ცვლილება გამოიწვია რაღაც დროით დედამიწაზე. თუმცა დაშვების მსგავსად ეს წარღვნა ყველა მხრივ გამანადგურებელი არ გამოდგა, რადგან მას რეალურად ისეთი შედეგების მოყვა, რომლებსაც ზოგი პოზიტიურად მიიჩნევს. ნეიტრალურად მაინც. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ეს წარღვნა რომ არ მოხდარიყო, დღევანდელი ხმელთაშუა ზღვა, როგორც ჩვენ ვიცით, უბრალოდ არ იარსებებდა. რა თქმა უნდა, რომ მის ეკოსისტემასა და ბინადრებზე საერთოდ ლაპარაკით ზედმეტია. ჩემი აზრით საინტერესო მაინც ის არის, რომ ცხოველები, რომლებიც ამ წარღვნის შემდეგ მოვიდნენ ხმელთაშუა ზღვაში, მანამდე არ ცხოვრობდნენ იქ. მაგალითად, დელფინები და დიდი თეთრი ზვიგენები მხოლოდ ამ წარღვნის შემდეგ არიან აღმოჩენილები. ასევე მოხდა ზღვის ეკოსისტემის ზოგადი დივერსიფიკაცია. შეიძლება ითქვას, რომ წყლის მოვარდნის მიერ მიზნად წამოღებული მინერალები იქ მცხოვრებ ბინადრებს ძალიან გამოუდგათ. წარღვნის გარეშე დღევანდელი მაჟნები, თევზები და ძუძუმწოვრები ხმელთაშუა ზღვაში ვერ იცხოვრობდნენ. ანუ შეგვიძლია ის დასკვნა გავაკეთოთ, რომ იმ დონეზე ვერასდროს ვერ იქნებოდა ხმელთაშუა ზღვა ამ საშინელების გარეშე, როგორც იტყვიან ზოგი ჭირი მარგებელიაო. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალდიდობას მხოლოდ წყლის ცხოველებზე არ მოუხდენია გავლენა. ზღვის დონის ცვლილებამ მიწაზე მცხოვრებ ცხოველებზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. დღეს ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს დაახლოებით 10,000-მდე კუნძული, რომლებსაც ყველას თავიანთი უნიკალური ფლორა და ფაუნა აქვთ. იმის მიუხედავად, რომ ზანკლიანურ წარღვნას ეს ყველაფერი პირდაპირ არ ჩამოუყალიბებია, მას წვლილი მაინც მიუძღვის. სწორედ ამ წყალდიდობის გამო ყავს ამ კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ცხოველები. მაგალითად, სიცილია, კრეტა და სარდინია გამოდგენ თავშესაფარი ისეთი ცხოველებისთვის, რომლებიც იზოლაციაში მოხვდნენ. პლეისტოცენის პერიოდში ამ სამ კუნძულზე სტუმრობისას საკმაოდ საინტერესო სურათები დაგვხვდებოდათ. მაგალითისთვის, იაგუარების ხელა ხორცის ჭამელი წავები, უსაყვარლესი მინიატურული მგლები და პატარა სპილოები, მათ შორის კი ისტორიაში ყველაზე პატარა სპილო. მის პერიოდში მცხოვრებ ფრინველებზე პატარას კი იყო. მაგრამ აქ პერიოდში გედების შედარება ზომით ადამიანებზეც კი შეიძლებოდა. ისინი შეიძლებოდა სიგრძეში 2.1 მეტრამდე ყოფილიყვნენ და მთების დიამეტრი 3 მეტრამდე ჰქონოდათ. ასევე შეხვდებოდათ უზარმაზარ ბუებს, არწივებსა და წეროებს. სპილო ამ კუნძულებზე ერთ-ერთი პატარა ძუძუმწოვარი ნამდვილად არ ყოფილა. აქ შეხვდებოდათ უამრავი შლიქოსანის და ძუძუმწოვარის მინიატურულ ვერსიას. სამაგიეროდ შეხვდებოდათ უზარმაზარ მღრღნელებს და რეპტილიებს. და სიმართლე ვთქვათ, არც ერთი ჩამოთვლილი უნიკალური სიცოცხლე არ იქნებოდა პლანეტაზე ეს ყველაფერი რომ არ მოხდარიყო. თუმცა რეალურად გეოგრაფიის მცოდნეებსა და ფიქრის მოყვარულებს გაგიჩნდებათ ერთი საინტერესო კითხვა. ტექტონიკური აქტივობა ხმელთაშუა ზღვის პირეში დღესაც დიდია. გიბრალტარის სრუტე კიდევ ისეთივე პატარაა, როგორც ადრე იყო. ამ ყველაფერიდან გამომდინარე ჩდება კითხვა, არის თუ არა მოსალოდნელი მსგავსი რაღაც ისევ. რეალურად ამის პასუხი არის კი, თუმცა არა იმ დებით, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ ახლა. აფრიკულ-ნუბიური და ევრაზიული ფილები ერთმანეთს ნელ-ნელა უახლოვდებიან, თუმცა ეს დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ დაიწყო და მილიონობით წელი დაჭირდება დასასრულებლად. ამიტომ ასე ზუსტად ვარაუდიც ძნელია, მაგრამ ბევრი მოდელის მიხედვით მაინც და მაინც კარგი რამ არ არის ხმელთაშუა ზღვისპირეთს. ადრე თუ გვიან ისევ იმ შედეგამდე მიგვალთ, რომ ისევ დაიკეტება გიბრალტარის სრუტე და ის ზუსტად იგივე რაღაცებს გამოიწვევს, რაც ამ ვიდეოში ვახსენე. ჩვენი გადაგვრჩენია ვუყუროთ თუ როგორ გადალახავს კაცობრიობა ამ კრიზისს. ამით ჩვენი ვიდეო დასრულს მივახლოვდა, თუ მოგეწონათ ის თხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და დატოვოთ ლაიქი, ასევე შეგიძლიათ გისაჯის მეშვეობით სწრაფად და მარტივად დაეხმაროთ არხს და რასთავარია უსაფრთხოდ. დაუბრუნდით დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ მალევე გამოვა ვიდეოები ცხოველებზე. რა ვიცი, გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, იმედია მოგეწონათ ასეთი სტილის ვიდეო.